გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. 26 ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე განვითარებული მოვლენები პარლამენტის თავმჯდომარემ შეაჯამა. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ. საგამოძიებო კომისიამ ჟინერის ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე განიხილა, მოусმინეს თეიმურაზ ჭიჭინაძესა და შოთა მაჭარაშვილს. კომისიის წევრების კითხვებს ასევე უპასუხა შალვა ოგბაიძემ. დეტალებით მარიამ ქართველიშვილია პირდაპირ ეთერში. დავიწყოთ შალვა ოგბაიძის გამოკითხვით, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ოგბაიძის გამოკითხვა, შეიძლება ასეც ითქვას, ის 2 საათის განმავლობაში იყვებოდა დანაშაულის, რეკეტის და ზეწოლის, ასევე ოჯახზე თავდასხმის 3 ეპიზოდს. პირველი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მხრიდან ოგბაიძეზე ზეწოლა დაიწყო, მას შემდეგ, რაც 2004 წელს ის დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელად, მას დაუკავშირდა უფლებადამცველი და უთხრა, რომ მის კლიენტს ჩამოართვეს ავტომობილი, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ეს ავტომობილი იდგეს პროკურატურის ავტოსადგომზე, ამის ნაცვლად ძვირადღირებული ავტომობილით გადაადგილდებიან სხვადასხვა პირები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში. ამის შემდეგ ოგბაიძემ სადა ვითარებაში გარკვევა და მალევე გაირკვა, რომ ჩამორთმეული ავტომობილით გიგი უგულავას მეუღლე გადაადგილდებოდა, როგორც ოგბაიძემ გაიხსენა, მძღოლი იყო კობა სუბელიანი. ამის შემდეგ ოგბაიძემ მოახდინა რეაგირება, ითხოვა ავტომობილის დაკავება, თუმცა აი აქ იწყება ოგბაიძის მიმართ მუქარა. იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გია ბარამიძემ ის დაიბარა კაბინეტში და უთხრა, რომ უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იყო რისკი მისი დაკავების. ოგბაიძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და ამის შემდეგ კერძო სექტორში გააგრძელა მოღვაწეობა. საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა. ფედერაცია ფლობდა მიწას, მათ შორის კომპლექსით რუსთავში და თბილისის სხვადასხვა ადგილებში. მიწით, რუსთავის მიწით კონკრეტულად და კომპლექსით დაინტერესდა ვანო მერაბიშვილი და დაიწყო მოლაპარაკება თავდაპირველად ამ ქონების გაცვლასთან დაკავშირებით, თუმცა ოგბაიძე და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები იყვნენ წინააღმდეგი, რის შემდეგაც საქმეში ერთობა მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი ალასანია და ის პირადად სთხოვს და მოითხოვს ოგბაიძისგან, რომ მან დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა და ასევე დათმოს წილები. საბოლოოდ კი პროცესში ჩაერთო როგორც ვანო მერაბიშვილი, ასევე გაჟღერდა ერეკლე კოდუას სახელი და გვარიც, რომელიც იმ დროს სოც ხელმძღვანელობდა. მან სოჩში დაიბარა ოგბაიძე და აჩვენა მისი ჩანაწერები, საუბრების ჩანაწერები და ერთგვარად მიანიშნა, რომ უნდა დაეთმო სახელმწიფოს სასარგებლოდ ყველა ის ქონება, რომელსაც ითხოვდნენ იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირები. საბოლოოდ კი, როგორც ოგბაიძემ გაიხსენა, შინაგან საქმეთა მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ დაწერა განცხადება, რის საფუძველზეც ფედერაციას თითქოს თავად ითხოვდა, რომ ქონება ჩამოერთვათ და სახელმწიფოს დაბრუნებოდა. ამის გარდა კარტოდრომის შესახებაც ისაუბრა ოგბაიძემ და თქვა, რომ დიღომში ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე კარტოდრომს, რომელსაც წარსულში ფლობდა სწორედ ფედერაცია, გადაფორმდა ამ კარტოდრომის წილები თემურ ალასანიას შვილზე და იმჟამინდელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე და მოქმედ თავმჯდომარეზეც. მე მირეკავს გელა ნიკოლაიშვილი, ჩვენთვის ცნობილი უფლებადამცველი, მაშინ და მეუბნება, რომ იცით რა, რატი ალექსიძე თხოვა, რომ თქვენთვის მომემართა, რომ მისი ავტომობილი, რომელიც არის ჩამორთმეული, რომელიც იდგა საჯარიმო მოედაზე, ხშირად ნახულობენ ქალაქში, სხვადასხვა ადგილზე. როგორც გადმომცეს ქალბატონი იჯდა მანქანაში, რომელიც არ ვიცით ვინ არის, მაგრამ მძღოლი იყო თუ არ ვცდები, როგორც გადმომცეს კობა სუბელიანი. სულ ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ამ ავტომობილს ექსპლუატაციას უწევდა გიგი უგულავა. აი ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო. გორება იმავე საღამოს მე მიბარებს შინაგან საქმეთა მინისტრის სამინისტროში და მევწერ განცხადებას და გადადგომას ვაკეთებ. ვინ იყო ამ დროს მინისტრი? გია ბარამიძე.
აღმოაჩინეთ, რომ ამ მანქანით, რომელიც ავტოსადგომზე უნდა მდგარიყო, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობდა ბატონი გიგი უგულავა და მისი ოჯახის წევრი ქალბატონი. ამას ამბობთ? დიახ, როგორც გადმომცეს მისი მეუღლე იყო. დაუბრუნდეთ თქვენი და გიორგი ბარამიძის საუბარს. რა საუბარი შედგა? საუბრისას მითხრა, რომ უნდა გადავდგე ვინაიდან ცუდად მექნება საქმე, შეიძლება დამიჭირონ, ჩვენ როგორღაც უნდა მოვითმინოთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რეალურად რეფორმები უნდა დავიწყოთ. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ მის მიმართ მოდიოდა ვინმესგან მუქა რა? ნუ ცხადია. ვისგან? ნუ ცხად ეს იყო ვანო მერაბიშვილი, ეს იყო ირაკლი ოქრუაშვილი, ეს იყო სააკაშვილი. რა შტაბის ცხადზე უცხადესი ამას მარტო გია ბარამიძე ვერ გადაწყვეტა. ეს იყო უკვე შეთანხმებული და გადაწყვეტილი. შესაბამისად, თქვენ და თქვენი ministri მაშინდელი იყავით ეგრეთ წოდებული ჟვანიას კადრები. დიახ, იმიტომ რომ აი ამ დროს როცა დატოვეთ, ხომ არ მიმართეთ ბატონ ჟვანიას დახმარებისთვის? ჟვანია და მითხრა რომ უბრალოდ 2-3 დღე თავი შეიკავე ნებისმიერი პრესასთან ნებისმიერი ურთიერთობის. ეს მითხრა, ეს ის პერიოდი არის, როდესაც ჟვანიაზე დაიწყო, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა მისი ჩამოცილება, აქედან დაიწყო უკვე ჩემი, ასე ვთქვათ, ტანჯვა წამება. პირველი, ვინც ავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, ეს გახდათ ვანო მერაბიშვილი. ვანო მერაბიშვილი ეცადა, რომ იცი რა, პარასკევს და შაბათ-კვირას რომ მთლიანადო და პარასკევს საღამოს 5 საათის მერე გაგვთო უფლება უფასოდ ისარგებლოთ. ნუ მე დაუსაბუთე, რომ ესე 2 დღით ამ ინფრასტრუქტურის გადმოცემა, ხომ? და ჩემ თვალწინ შოთა ხიზანიშვილს დაავალა, სასწრაფო დაებეჭდა ერთგვარი თამასუქი, აკრიფა, რომ ჩვენ გვეძლეოდა უფლება, ესე იგი ეს დიდსულოვანი ნაბიჯი გადმოდგა. დამირეკა გია გალდავა, ეს იყო სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და მითხრა, რომ მე მიბარებდა შეხვედრაზე. იქ დამხვდა თვითონ გია იყო, დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო, თამას შაფათავა, დავით ჭედლიშვილი, ჩემი მოადგილე და თქვენი მონამორჩილი და ერთი ახალგაზრდა ბიჭი. და ეს ახალგაზრდა ბიჭი შესავალში მითხრეს, რომ კარგი იქნება თუ მე გადავდგები საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტობიდან. ამ ახალგაზრდა ბიჭს მე ხელი გავუწოდე, გავიცნოთ მეთქი ერთმანეთი და მან მითხრა, რომ ის არის ნიკოლოზ ალასანია. თემურ ალასანიას შვილი. დაიწყო ესეთი შემოტევა ამის შემდეგ. ჩემ საწარმოში შემოდის ფინანსური პოლიცია და ავტოსადილარი ცენტრში და ანუ ახლა კი ვიღიმე, მაგრამ აღმოაჩინა ბჭყალებში 12 ტონა აღურიცხავი ანტიფრიზი. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელეთ დავა და ნუ როგორც დამთავრდა აუქციონით, საჯარო აუქციონით და ეს ქონება გაიყიდა. ერეკლე კოდუამ მთხოვა, რომ ისულიყავი მოდულის შენობაში. სოდის უფროსი. და ნუ მე გაგონილი კი მქონდა, რომ არსებობდა რაღაცა ეგრეთ წოდებული სოდის სიები, მაგრამ მე ეს ვნახე პირადად. მაჩვენა, რომ ძალიან სამწუხაროდ, რომ შენო ამ ნუსხაში ხარო და მან მითხრა, რომ ჩემი საუბარი ისმინება 100%-იანი სიზუსტით, რომ ეს იყო უკანონო მოსმენა. ახალგაზრდებს შეიძლება გაეცინოთ, მაგრამ ჩვენ ტელეფონებს შლიდით მართლაც და მოშორებით ცდილობდით გვესაუბრა. ეს არის ფაქტი, ისე კარგად არის დაწერილი, რომ აი რის გამო ვაბარებთ თურმე ჩემ მოადგილემ დაუწერა ეკას ღულაძემ აკრიფა ეს ტექსტი. ეკას ღულაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დაწერაში რას გულისხმობ? კარნახობდა, რომ როგორი ფორმა მიეცათ. წერილის შინაარსი არის, რომ თვითონ ფედერაცია თავს იდანაშაულებს იმაში, რომ გარკვეული შეცდომები დაუშვა და ევედრება პრაქტიკულად სახელმწიფოს, რომ უკან წაიღე ეს ქონება, რომელიც ავტომობილო სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, სწორად მესმის. ზუსტად. ამ ფედერაციას ახლა ვერაფერს ვერ უშვებიან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრები. აქ იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი. მათ შექმნეს ახალი ფედერაცია და ამ ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს დავით კირთაძე. აი ცნობილი ყავის კაცი, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე.
2011 წლის 26 მაისი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა შალვა აუგბაიძის ოჯახისთვის. ის იმყოფებოდა ოჯახთან ერთად ცნობილ აქციაზე, რა დროსაც მას სასტიკად გაუსწორდნენ, ის ამბობს და იხსენებს, რომ მას მიზანმიმართულად ურტყავდნენ და დაკავების დროს უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა და რამდენიმე ქირურგიული ოპერაციაც გახდა საჭირო და სადამსჯელო ღონისძიება სწორედ ხელისუფლების მხრიდან მასზე მორიგი ზეწოლა აღმოჩნდა. ასევე 26 მაისს დააკავეს მისი შვილები, რომლებიც სხვადასხვა იზოლატორში მოათავსეს და როგორც ოგბაიძე იხსენებს, მათზე ასევე უპრეცედენტო ზეწოლა წამება და არაადამიანური მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ოგბაიძე ამბობს, რომ ის იძულებული გახდა, რომ შვილები საზღვარგარეთ გაეშვა და მალევე მათ მიენიჭათ პოლიტიკური დევნილის სტატუსი. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოგბაიძეების საქმეზე დაადგინა წამების აკრძალვა. ყველაზე მძიმე, რითაც დავიწყე საუბარი, ეს იყო უკვე ჩვენი დაჭერა მთელი ოჯახის. ეს იყო 26 მაისის სადამსჯელო ოპერაცია 2011 წლის, როდესაც ძალიან ბევრი ჩვენ აი აქ მყოფი ადამიანებიც ერთად ვილაშქრებდით იმ რეჟიმის წინააღმდეგ. სულძაღლიანმა როდიონოვმაც კი ხომ რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი 9 აპრილს 1999-ზე. მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა. ერთი აი არსად გასაქცევის საშუალება არ იყო. უნდა ყველა ამ ხორცსაკებ მანქანაში უნდა მოყოლილიყო. და დაზიანების გარეშე, როგორც მას ბრძანება ჰქონდა, არავინ გასცა, არავინ არ უნდა ყოფილიყო და რაც შესრულდა კიდევაც. კიდევ ვიმეორებ, მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში იმ ღამის შემდეგ, ხოლო გიორგი და ლევანი აწამეს უღმერთოდ. როდესაც ხელები უკან შემიკრეს და მე და ლევანი დაგვაცილეს ერთმანეთს, უკნიდან ვიღაცა მიცნო და რა ქვიან კეფაში ალბათ ორი დარტყმა და მე უკვე აღარაფერი აღარ მახსოვს, სანამ საავადმყოფოში არ მიმიყვანეს. ის კი მოკვდა, დაიბრიდა მაპატია სლენგისათვის ვიღაცა ყვირო და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფროსი ვაჟი ჩემი გიორგი წასულიყო საზღვარგარეთ, კადნიერდებიან ეს პატარა ტროლუკები, რომ მეუბნებიან, რომ შენი შვილები ხო კარგად მოაწყეს საზღვარგარეთო. ჩვენ გიორგის წასვლამ ფიზიკურად გადაარჩინა მთლიანად დარჩენილი მთელი ჩემი ოჯახი. შალვა ოგბაიძემდე საგამოძიებო კომისია საკმაოდ ვრცლად მოუყვა საკუთარი მძიმე ისტორია თეიმურაზ ჭიჭინაძემ, რომელიც ფლობდა შპს ჟინერს, თავის მხრივ კი ეს შპს ფლობდა ჟინვალხეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ სამთავრობო ვერტიკალის ჩართულობით ჰესი დაათმობინა სახელმწიფო სასარგებლოდ და მან ასევე ისაუბრა ეპიზოდზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების იმჟამინდელი დიპლომატი მამუკა ჟღენტი 2011 წელს დაჰპირდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმის შეტანას და დაჩქარებას, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს იყო მორიგი აფერა და რეალურად თეიმურაზ ჭიჭინაძე იხსენებს, რომ მან ამ დაპირების სანაცვლოდ ძვირადღირებული საჩუქარიც კი გაუკეთა იმჟამინდელ დიპლომატს, თუმცა საბოლოოდ საქმე სტრასბურგამდე ვერ მივიდა. როდესაც ორთაჭალ ესე საუბრობდით, მაგ დროს თქვით, რომ რაღაც საკითხებში შემიშალა ხელიო ნაციონალური მოძრაობის წევრმა. ეკნებ გითხრათ. გააკონკრეტეთ ვინ იყო და რა ხელი შეეშლაზია საუბარი. სარჩელი, რომელიც გაიგზავნა იქა, მე მირჩიეს, რომ მე ჩავსულიყავი იქ და შემახვედრეს ვინმე მამუკა ჟღენტი. დაპირება იყო, რომ მაგას დააჩქარებდნენ ამ პროცესს, რომელიც მე მაინტერესებდა. აღმოჩნდა პირიქით, რომ არავით არის არ ყოფილა. ხა გადაიხადეთ ამ დაჩქარებაში? რაღაც იყო საჩუქარი გაუკეთე რაღაც. ევროპულ სასამართლოში საქმის დაჩქარებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ახლა ამას. საჩუქარი გადაეცით თუ როგორ იყო ეს სასამართლოში საქმის წარმოების და მიმდინარეობის დროს ჩარევა არის. პირდაპირ ჩარევა. გარეშე პირზე არის მით უმეტეს საუბარი, რომელიც არც ადვოკატი არის, არც ზოგადად მით უმეტეს სასამართლოს თანამშრომელი, როგორ უნდა დაეჩქარებინეს და კიდაც ესე რო ყოფილიყო. ეს თქვენი აღქმით, აი საზოგადოებას რომ უთხრათ.
იმიტომ რომ ეს ხალხი აჯანჯღარებენ ამ ქვეყანას. ეს ხალხი დღეს რომ ჯიხს იცემს გულზე რომ ევროპელების მანტიას ცდილობს რომ მოისხას. აი, როდესაც თქვენ კიშინოვში, არ ვიცი, კაფეში თუ რესტორანში, როდესაც ისხედით და ის გეუბნებოდათ რომ მე მივხედავ მაგას ევროპულ სასამართლოში დავაჩქარებ და თქვენ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოვატანებ. ეს არის ევროპული სტანდარტი. პლუს შემდეგ ასეთი ბრჭყალებში ვითომ დიპლომატები, როგორც ბატონი მამუკა ჟღენტი ბრძანდება, ქმნიდეს რაღაცა დიპლომატთა კლუბს და წლების მანძილზე იქიდან საფრთხეს უქმნიდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკას, მის წარმატებას. ბატონ მამუკა ჟღენტს არასდროს არავით არის შეხება სტრასბურგის სასამართლოსთან არ ქონია. საქმე უნდა გქონდეს რაღაცა ტიპის თაღლითობასთან მისი მხრიდან. ვინდა გაკავშირათ ბატონ მამუკა ჟღენტთან? მამის მამიჩი აქ იყო ჩემი უბრალოდ რომ ეს მისულიყო და განხილვაში მომხდარიყო. მე აქ პრეტენზია არ კი, გასაგებია. ფეხბურთის ფედერაციაში მონაწილე პირების გატაცება, ზეწოლა და მუქარა, სწორედ ამ საქმეზე ისმენენ ახლა კომისიის წევრები. მამუკა კვარაცხელიას ისტორიას დღესვე გამოიკითხება ფეხბურთელი გიორგი ნემსაძეც. პარლამენტიდან მარიამ ქართველიშვილი საუბრობდა. ნიკა მელიას ბრალი წარედგინა საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას, კომისიაზე გამოუცხადებლობა, სისხლის სამართლის დანაშაულია, მუხლი ჯარიმას ან 1 წლამდე ბადით პატიმრობას ითვალისწინებს. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის მორიგი შეტევა საქართველოზე ვანო ჩხიკვაძე ბრიუსელს ზომების მიღებას სთხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. გამოქვეყნდა სტატია, რომელიც სიცრუეზეა აგებული. მთავრობაზე ზეწოლის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი გზა შეიძლება გახდეს კანონის უზენაესობის შესახებ ევროკავშირის ანგარიში საქართველოს შეტანა. ბრიუსელმა ყველას უნდა გვაჩვენოს, რომ ქართული ოცნება ვერ შეძლებს თან ასოცირების ევროპული პროექტიდან გაიძურწოს და თან ევროკავშირთან თანამშრომლობის ეკონომიკური და სავიზო უპირატესობები შეინარჩუნოს. ევროკავშირის ხელთ არსებული კიდევ ერთი ინსტრუმენტია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. ადამიანი ვირთხის ხასიათით სიტყვა გაიძურწოს არ უნდა ხმარობდეს. სიტყვა გაიძურწოს, მაგის სათქმელი არ არის, მით უმეტეს არ ეკუთვნის იგი ქართულ ოცნებას, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ყველაზე წინ არის დღეს კანდიდატ ქვეყნებს შორის პროცენტული მაჩვენებლით, რომელიც ასახავს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ასე რომ ვანო გაძურწული თვითონ ქართული საზოგადოებიდან რასაკვირველია ამას არ უნდა ამოხდეს და ეს არის სამარცხვინო. ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს როგორმე ისე მოხდეს სიტუაცია, რომ ეს თემა თვითონ ევროკავშირთან უთანხმოების თემა გამოყენებული იქნეს იმისათვის, რათა საქართველოში მოხდეს მეიდანი და ადამიანების დაპირისპირება და სისხლის ყურა. ეს არის რევოლუციონერი ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად ეროვნული ინტერესი არანაირი არ გააჩნია. მოღალატეები სახელებს და გვარებს იცვლიან საუკუნეების განმავლობაში. მათი ქმედების არეალი და შინაარსი იგივე რჩება. იყო დრო, როცა ისპაჰანში გარბოდნენ ქართველი მოღალატეები და იქიდან ცდილობდნენ ქვეყნის აოხრებას, იყო დრო, როცა მოსკოვში გარბოდნენ, იყო და ახლა დღეს ეს მოცემულობა, რასაც ეს პატივცემული ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ბატონი ასრულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო. ქვეყანა როცა ძლიერდება, ხალატი მცირდება და ახლა მათთვის ხალატი უნდა იყოს ესეთი ხელმოსაჭიდი, რომ საკუთარი როლი ასე ხაზგასმით წარუდგინონ საკუთარი დავალების მიმცემებს და იქიდან არ ვიცი დაფასდნენ ისინი სტიპენდიები მიიღონ. შეერთებული შტატების არმიის თადარიგის პოლკოვნიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით ამერიკის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს, მათ შორის IRI, ნედი და დემოკრატიის დაცვის ფონდი. ის აღიარებს, რომ საქართველოში იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რაც არ გამოუვიდათ.
ამერიკის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს. მათ შორისაა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ინსტიტუტი. არსებობს კიდევ სხვა ორგანიზაციები, რომლებზეც არასდროს იფიქრებდით, რომ ასეთი საქმეებით არიან დაკავებულნი. მაგალითად, დემოკრატიის დაცვის ფონდი. ჩვენ ვცდილობთ ხელისუფლებაში დავაბრუნოთ წინამთავრობა, იმიტომ რომ მათ, როგორც თქვენ იცით, სურთ რუსეთთან დაპირისპირება, ნატოში გაწევრიანება და ასე შემდეგ. მაგრამ დღევანდელი მთავრობა ძალიან დაბალანსებულია. მათ სურთ კარგი ურთიერთობები ევროკავშირთან, ვაშინგტონთან, ნატოსთან და მოსკოვთან. ჩვენ ეს არ მოგწონს, ამიტომაც მათ დამხობას ვცდილობთ. ასე მიყვავს საქმეები დღეს. ჩვენ პირდაპირ არ მოქმედებთ. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვების პირდაპირი ჩარევით მოქმედებთ, რომლებიც ამას ნებსით თუ უნებლიეთ აკეთებენ. საქართველოში ჩვენ შევცდით, რუმინეთში არ შევცდით. ჩვენ კალინ ჯორჯესკუ მოვიშორეთ. ის იყო ადამიანი, რომელიც თავიდანვე ჩანდა, რომ რუმინეთის მომავალი ლიდერი იყო. ჩვენ ის მოვიშორეთ, ის წავიდა. ყოფილი პოლკოვნიკი აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას საქართველოს მიმართ. არ შეიძლება წინა ხელისუფლების დაბრუნებას თხოვლობდე, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს გრევის გზას გაუყოლო. რასაკვირველია ის, რომ საქართველოს ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკა გაატაროს, მისასალმებელია და სწორედ ამაზე მიუთითებს ის საკმაოდ გამოცდილი ადამიანი თავის კომენტარებში. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაცია სწორედ აი ამ კრიტერიუმებით შეაფასებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას. ეს არის აღიარება, ეს არის დადასტურება იმ სამწუხარო პოლიტიკის, რომელიც ოკეანის ფარგლებს გარედან წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენს მიმართ ხორციელდებოდა, როდესაც არ იშურებდნენ ძალოვანეს კითხვას და სხვა საკითხები არ არსებობდა მსოფლიოში და შეერთებული შტატებისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები არ ყოფილიყო. ყოველ ჯერზე წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა ისე იმგვარად საქართველოს ყურადღების გამახვილება, რომ ასე ვთქვათ, იკითხებოდა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად დადგმული და გაკეთებული პროცესი, რომელიც მიზნად აქ საქართველოში არსებული რადიკალიზმის გაღვივებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ deep state-ის, იგივე გლობალური ომის პარტიის გამარჯვებას მიზნად ისახავდა. ამას საუბრობთ ჩვენ არაერთი წელია და განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, როდესაც პირდაპირ ღია და ნათლად ნახეთ სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დესტრუქციული ჩართულობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენ შიდა პოლიტიკაში. წინასაარჩევნო იქნებოდა თუ არასაარჩევნო პერიოდში და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის, არამედ ზოგადად ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მათ ჰქონდათ აი ამ deep state-ის დიდ მანქანას რაიმე ინტერესი და რაიმე ლობისტური აზრის გატარება სჭირდებოდა. ეს ხო მათივე სკანდალი, ეს ხო მათივე ქვეყნის სკანდალია და სწორედ მათივე ხელისუფლების გადაწყვეტილება არის USAID-ის და ესე ვთქვათ ნედის შეჩერებული დაფინანსებები და რაღაც მიმდინარე გამოძიება მათ მიმართ და შესწავლა თითოეული кейსის. რეფერენდუმი, უცხოური გავლენა, პოლარიზაცია, ხალხის არჩევანი, შანტაჟი, 28 ნოემბერი, დაპირისპირება, პროპაგანდის მარცხი, გამარჯვება და მიზანი. პარლამენტის თავმჯდომარე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს აჯამებს და განვლილი 6 თვის შესახებ წერს. შალვა პაპუაშვილი გამოქვეყნებულ განცხადებას ურთავს ქართს, წარწერით მშვიდობა საქართველოს. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე წერს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი სრულად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებულმა ბოიკოტმა ოპოზიცია პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა. საქართველომ კი როგორც სახელმწიფო მისე მოქალაქეებმა განვლილ პერიოდში უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი მიიღეს. რეფერენდუმი. ჩვენ გვახსოვს, რომ გასული საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ რეფერენდუმად მონათლა და თქვა, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს ევროპასა და რუსეთს შორის. ეს კამპანია 2024 წლის მარტის პირველივე რიცხვებში სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო და მასში უცხოური და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა დაანონსა. საბოლოოდ ყველა ოპოზიციური პარტია თუ NGO ლიდერი ამ ხედვის ქვეშ დადგა და ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტის გამკეთებელ ხელისუფლებას ევროპის სახელით დაუპირისპირდა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს გამოწვევა მიიღო. იყოს რეფერენდუმი, ვთქვით ჩვენ, როგორც ჩვენ ავუხსნით, რეალურად რა რეფერენდუმია ეს, რასა და რა შორის ვირჩევთ. ქართული ოცნების კამპანია სწორედ ამ ხედვის გაზიარებას დაეფუძნა. ადამიანებს უნდა აერჩიათ წარსულსა და მომავალ შორის, ომის საფრთხესა და მშვიდობას შორის, დისკრედიტირებულ დამნაშავე პოლიტიკოსებსა და პასუხისმგებლიან ხელისუფლებას შორის, ძალაუფლების წყაროს ქვეყნის გარეთ ძიებასა და ხალხის ნება შორის, უცხოურ გავლენასა და თვითმყოფადობას შორის. უცხოეთის გავლენა
სხვა წინაარჩევნებისგან უპრეცედენტო და განსხვავებული, რაც ვნახეთ, იყო უცხოეთის ღია და პირდაპირი ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესში და ხალხის ნებაზე დაუფარავი ზემოქმედება. გარდა იმისა, რომ ეს კანონმდებლობით პირდაპირაა აკრძალული საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის ღია და თავისუფალ კონკურენციაში, ზოგიერთმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ დაიჭირა ცალსახა მხარე ოპოზიციის სასარგებლოდ და მათი განცხადებები პირდაპირ მიმართა ქვეყანაში ხელისუფლების შესაძლებლად. გარდა პირდაპირი აგიტაციისა და მოწოდებისა არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაჩნდა პირდაპირი მინიშნებები და მუქარა, რომ არჩევნების არასასურველ რეზულტატს მოხვებოდა სათანადო სადამსჯელო შედეგების სანქციები, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და სხვა ინსტრუმენტების ამოქმედებაც. პოლარიზაცია. საარჩევნო პროცესში ამგვარმა ჩარევამ და რადიკალიზაციამ წარმოშვა სრულიად პოლარიზებული გარემო, სადაც ქვეყნის მოქალაქეები მშვიდ კონსტრუქციულ გარემოში სასურველი პარტიის არჩევის ნაცვლად ჩართული აღმოჩნდნენ სრულიად პოლარიზებულ, აპოკალიფტურად დამუხტულ ვითარებაში, რომელსაც ქვეყნის ბედისწერა უნდა გადაეწყვიტა. მართლაც 27 ოქტომბრამდე ქვეყანაში არ გაჩენილა არც ერთი პრეტენზია ცესკოს საქმიანობის და ახალი ელექტრონული მთვლელი მანქანების საშუალებით არჩევნების ჩატარების მიმართ. ყველა დამკვირვებელი წარმომადგენლობა და თვით ოპოზიციაც სრული სისავსით დადებითად აფასებდა გაწეულ სამუშაოს. სათამაშო მოედნის მიმართ თვით 26 ოქტომბრის ჩათვლით რაიმე სერიოზული პრეტენზია არ გამოთქმულა. ხალხის არჩევანი. ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კამპანიაში გახმიანებული თემა ომის არდაუშვებლობის შესახებ პრაქტიკულად დადასტურდა საარჩევნო პროცესში უცხოეთის პირდაპირი ჩართვით, რომელიც ცალსახად ისახავდა მიზნად ხელისუფლების ცვლილებას. ტაქტიკური გათვლა კი მდგომარეობდა იმ ცრუ მოლოდინზე, რომ ფოჩიანი კამფეტის თუ თაფლაგვერის დაპირებით ქართული ხალხის უმრავლესობა მოტყუდებოდა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს განუდგებოდა. მათ ვერ გათვალეს, რომ 3000 წლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მატარებელი ერი, რომელმაც ისტორიის მიმდინარე ეტაპზეც არაერთი მწარე გაკვეთილი იწვნია, ასე ადვილად ანკესზე ვერ წამოეგებოდა. შანდაჟი. 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერ გადალახულმა ოპოზიციამ ჯამურად ხმათა 38% მოაგროვა, რაც სარეფერენდუმო პროპაგანდისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. თითქოს ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ოპოზიციას უნდა გახარებოდა სამომავლო საქმიანობის კარგ ბაზისად ექცია და კონსტიტუციურ ჩარჩოებში საქმიანობის გასაგრძელებელ მოტივაციად ქცეულიყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უცხოელ პატრონებს მხოლოდ ერთი შედეგი აძლევდა ხელს: ხელისუფლების ცვლილება. დემოკრატიის განვითარება და წინ გადადგმული ნაბიჯი ლიტონი ტერმინი გამოდგა. ამიტომ გვახსოვს არჩევნებიდან ორ დღეში მიღებული მითითებები, იპოვნეთ და მოაგროვეთ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და ასევე გვახსოვს სასოწარკვეთილი ოპოზიციის განწირული მცდელობები, ხან ციური 300,000 ზედმეტი ხმა ეპოვნათ და ხან გაჟონვის მითი გამოეგონებინათ. ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელით პირდაპირ უბიძგეს ბოიკოტის გამოცხადებისა და დაუმორჩილებლობისკენ. დაიწყო შანტაჟის მორიგი რაუნდი, არაღიარებით ვაჭრობა, რომლის მსგავსიც 2020 წლის არჩევნებზეც ვნახეთ. 28 ნოემბერი. მე-11 მოწვევის პარლამენტის გახსნიდან ორ დღეში უკმაყოფილო უცხოეთის მხრიდან დემარშისა და მტრული განწყობის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ შანტაჟის რეჟიმში ყოფნაზე უარი თქვა. ქართულმა ოცნებამ ამორჩევლის უმრავლესობის ნებაზე დაყრდნობით თვალი გაუსწორა შექმნილ ვითარებას და გარეჩ არევას სათანადო პასუხი გასცა. ჩვენ განვაცხადებთ, რომ გავაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მუშაობას 2028 წლამდე. მანამდე კი მოლაპარაკებების გახსნას და სხვა შუალედურ ეტაპებს ვაჭრობის საგნად არ ვაქცევდით. ეს განცხადება უკმაყოფილო იმედგაცრუებულმა და გაბრაზებულმა უცხოეთმა თბილისში საპროტესტო გამოსვლების დასაწყებად გამოიყენა. დაპირისპირება. გაბრაზებული უცხოეთის აგრესია ნოემბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამაც გაზარდა. არჩევნებში დამარცხებულ ადმინისტრაციას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თბილისის ზღვარგადასული პროტესტისთვის და მორიგი ფერადი რევოლუციისთვის მწვანე შუქი სრულად ჰქონდა ანთებული. ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, როგორი დუმილით ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესს დიპლომატთა ის ნაწილი, რომელიც წინასაარჩევნოდ სიტყვა უხობდნენ, ახლა კი სწორედ მათი ინსპირირებით, როგორ მიუშვეს აგრესიული დემონსტრანტები პოლიციასთან დასაპირისპირებლად. მანამდე პირველად ჩვენს ისტორიაში დემონსტრანტს ცოცხალ ადამიანზე მოლოტოვის კოქტეილი ასრულინეს, დასაწვავად გაიმეტეს და შემდეგ გმირად გამოაცხადეს. პროპაგანდის მარცხი. სრულიად მოულოდნელად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოაცხადა იმ მავნე პრაქტიკის დასრულების შესახებ, რომელსაც იყენებდა ამერიკის ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე რბილ ძალად მონათლული USAID-ის თუ NED-ის გამოყენებით. მან დახურა USAID როგორც ამერიკული გრძელვადიანი ინტერესების დამაზიანებელი ინსტიტუცია. დაიწყო ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესი. USAID-ის როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოს
საქართველოდანაც სხვა ფონდები აიძულა ნაწილობრივ მაინც შეეფსოთ ევროებით გამქრალი დოლარები. გამარჯვება. არჩევნებიდან 6 თვის თავზე ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას გამარჯვების რწმენა დაუბრუნა. მან არა მხოლოდ თავის ამომრჩეველს, არამედ ოპოზიციურ ელექტორატსაც კარგად დაანახა, რომ ქართული ოცნება ემსახურება მხოლოდ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს. უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსება ემსახურებოდა უცხოეთის ინტერესებსა და მათ დღის წესრიგს. ომის საშიშროება რეალურია და ომის მსურველთა გეგმაზე მორევა ამერიკის პრეზიდენტის ნებასაც კი უჭირს. ქართული ოპოზიცია ბიბულია გარედან მიღებულ ინსტრუქციებსა და ხალხის ლეგიტიმაცია მათთვის არაფერია. ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტი მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ქართული ოცნებაა. საქართველოს კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღია, ის ერთგულია 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მის მეგობრებთან და მზადაა ახალი ფურცლის გადასაშლელად. საბოლოოდ მიღწეული მონაპოვარის გამტკიცება და გამარჯვება შემოდგომაზე გასამართ არჩევნებზე მოხდება. მიზანი ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ 3000 წლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე ქვეყნის მართვა გვხდათ წილად, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა. ასე რომ გლობალური ინტერესებით მოქმედ ძალებთან ბრძოლა ისევე ძველია, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენი მიზანი ამ ეპიკურ დაპირისპირებაში ისევე სახელოვნად გამარჯვებაა, როგორც ამას ჩვენი ბრძენი წინაპრები ახერხებდნენ. უახლოესი მიზანი კი ცხადია ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვებაა. გლობალური deep state, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სახელმწიფოებსა და კორპორაციებზე, საკუთარი ინტერესების გატარებას მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში გავლენათა კოორდინაციით ახერხებს. ქართული ოპოზიცია სამწუხაროდ ამ უცხო გლობალური ინტერესების ბრმა იარაღად იქცა და ნამდვილ ქართულ მშობლიურ გამოცდილებას დაუპირისპირდა. ჩვენ ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ მოვიგებთ და საქართველოში ახალ ფურცელს გადავშლით. პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად დღის მეორე ნახევარში სომხეთში ჩავა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება პრეზიდენტთან, გაკეთდება ერთობლივი განცხადება. მიხეილ ყაველაშვილი ასევე შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს. საპროცედურო კომიტეტმა მეორე მოსმენით რეგლამენტში ცვლილებები განიხილა, პროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. სწორდება პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები. ცვლილებები ემსახურება საზედამხედველო და წარმომადგენლობითი ფუნქციების გაუმჯობესებას და ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობას. ხდება გაუქმება მინისტრის საათის პარლამენტი კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში უნდა ახორციელებდეს საპარლამენტო კონტროლს და ეს ფარგლები რაც არის დადგენილია პრინციპში კონსტიტუციით, რაც თქვი რომ დეპუტატის შეკითხვა, ინტერპელაცია, კომიტეტზე დაბარება, არსებული მექანიზმი მინისტრის საათის საერთო ჯამში შეუსაბამო არის კონსტიტუციასთან. მეორე მხრივ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის და ინტერესიც არის რომ შესაძლებლობები აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებული პირების მოწვევისა, მოსვლისა პარლამენტში იყოს სხვადასხვა გვარი, სანაცვლოდ ინტერპელაცია გავხადოთ უფრო მოქნილი, ადვილი, მარტივი, ხელმისაწვდომი, ყოველ სასწაულის 4 შაბათი და 5 შაბათი არის ინტერპელაციების პროცედურებისთვის გამოყოფილი, თუ კი არსებობს კითხვები, ასე ვთქვათ, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ანუ 12 საათიდან 3 საათამდე იქნება ეს პროცედურები. ამას გარდა იქნება ცალკე პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის დღე, თვეში ყოველთვის ბოლო 4 შაბათი. მიღწეული შეთანხმების ჩაშლას ეგრეთ წოდებული საინიციატივო ჯგუფის დაახლოებით 10 კაციანი გუნდი ცდილობს. ჭიათურაში მაღაროების ამუშავების პროცესი მიმდინარეობს. შუქრუთის მაღაროს დირექტორს გადაადგილების საშუალება არ მისცეს და თენგო კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მობილიზებული პირები ადამიანებს მაღაროებში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ისმოდა შეურაცხყოფელი შეძახილები. არსებული ინფორმაციით შუქრუთის მაღაროს გადაკეტვის ორგანიზატორები არიან ტარიელ მიქაცაძე, მერაბ სარალიძე და გიორგი ნეფარიძე. ბათუმში ახალი სტარტაპ ინტერაქციული სივრცე გაიხსნა, ადგილზე ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის პრაქტიკული ტრენინგები და ინტერაქციული სესიები. ახალი ცენტრის ერთობლივ მართვას უზრუნველყოფენ ბათუმის მერია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკი. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორობით შევძელით ამ პროექტის განხორციელება მერები ეკონომიკური ზრდისთვის, გაეროს პროგრამის მხარდაჭერით, ამავდროულად ევროკავშირის ჩართულობით შედგა ეს პროექტი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისათვის, სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის ტექნოლოგიური და ინოვაციური ხედვების რეალიზებისათვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე, უმასპინძლებს არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას. ამ სივრცეში ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, რომ 25,000 ლარიანი საგრანტო პროგრამა ჩაგვეტარებინა ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით
ჩვენ შევარჩიეთ მთელი აჭარის რეგიონიდან საუკეთესო სტარტაპ პროექტები, 6 სტარტაპ პროექტი დაფინანსდა ჩვენი მხრიდან და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რაოდენ სწრაფად და მიზნობრივად იზრდება სტარტაპ ეკოსისტემა მთლიან აჭარის რეგიონში და განსაკუთრებით ქალაქ ბათუმში. ჩვენი პროექტი წარმოადგენს software აპლიკაციას, რომელიც მოსწავლეებს და სტუდენტებს ეხმარება უკეთესად ჩააბარონ საკუთარი გამოცდები და მოემზადონ იმისთვის, რაც კონკრეტულად მათ უჭირთ. ზოგადად სტარტაპ ბათუმზე და ამ სივრცეზე ყველაფერი კარგის თხან შემიძლია, იმიტომ რომ აუცილებელია ახალგაზრდების წახალისება და ამ ეკოსისტემის განვითარება საქართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან 2-ზე მეტი პირის განზრახმკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელყვალზე 1 ადამიანი დააკავა. გამოძებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მამაშვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ერთი დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მამა სამედიცინო დაწესებულებაში. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას. კრიპტოვალუტის საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციები გიგანტური თაღლითური სქემაა. დევიდ საქსის თქმით, ილონ მასკმა თავისი დეპარტამენტით შეძლო არასამთავრობოების გზით პოლიტიკოსების გამდიდრების სქემის გამოაშკარავება და დროა ახლა კონგრესმაც იმოქმედოს. დონალდ ტრამპის მრჩეველმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 10 წლეულების განმავლობაში უცხო ქვეყნებში ამერიკული სტილის დემოკრატიის დაწესებისა და ამ მიზნით ხელისუფლების შეცვლის ოპერაციებზე და აღნიშნა, რომ ამ საგარეო პოლიტიკამ უცხო ქვეყნებს მხოლოდ ზიანი მოუტანა. ილონ მასკმა დიდი მსხვერპლი გაიღო, რომ კორუფცია გამოეშკარავებინა. შევიტყვეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გიგანტური თაღლითობაა. მთავრობაში მომუშავე ხალხი უდიდესი ოდენობის თანხას აძლევს თავიანთ მეგობრებს არასამთავრობოებში. სავარაუდოდ იმ მოლოდინით, რომ მთავრობიდან წასვლის შემდეგ თავადაც ამ ფულის წყაროზე დაჯდებიან. ახლა გვჭირდება, რომ ამ ფაქტებზე კონგრესმა მოახდინოს რეაგირება. მე პირადად ამერიკული სტილის დემოკრატიის მჯერა, თუმცა ჩვენი ქვეყნის ძალის ხმევა, რომ ჩვენებური სტილის მმართველობა სხვა ქვეყნებსაც დავუწესოთ, ხელისუფლების შეცვლის ოპერაციებით არ მუშაობს. უმჯობესია ჩვენს თავს მივხედოთ, ვიყოთ სანიმუშო მაგალითი და სხვა ქვეყნების ოკუპაციას არ ვცდილობდეთ. ვიქტორ ორბანის თქმით, ევროპაში ომის ფსიქოზი უნდა დასრულდეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე უკრაინას ომის გაგრძელების არანაირი შანსი არ აქვს, თუმცა ბრიუსელი ომის უიმედო სტრატეგიას მაინც ეჭიდება. ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ წინსვლის ერთადერთი გზა მშვიდობის მიღწევაა. დროა ევროპაში ომის ფსიქოზი დასრულდეს. ამერიკის გარეშე უკრაინას იმის შანსიც კი არ აქვს, რომ არსებული პოზიციები შეინარჩუნოს. არამც თუ რამე დაიბრუნოს. მეგონა ამერიკის ახალი პრეზიდენტის მოსვლასთან ერთად ყველა მიხვდებოდა, რომ ჩვენი ერთადერთი ამოცანა მისი სამშვიდობო ძალისხმევისთვის მხარდაჭერაა. თუმცა ასე არ მოხდა. ევროპა ფსიქოზმა მოიცვა და დამოუკიდებელი ევროპული ომის სტრატეგიისკენ ისწრაფვიან. ვფიქრობ, ეს იდეა არ არის სიცოცხლის უნარიანი. უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ტელეფონით ისაუბრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაწერა, რომ მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის საუბარი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის საკვანძო ასპექტებს შეეხებოდა. მანამდე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში უახლოესი 1 კვირა გადამწყვეტი იქნება. სერგეი ლავროვმა კი თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უკრაინა მას გადაიარაღებისთვის არ გამოიყენებს. გამოცემა ტაიმსის ცნობით, უკრაინაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირობების საშინელია, მაგრამ კიევს მათზე დათანხმება მოუწევს. სტატიის ავტორი წერს, რომ კიევი და უკრაინის ევროპელი პარტნიორები ამერიკის პრეზიდენტს სამშვიდობო გეგმას ვერ შეაცვლევინებენ, უკრაინა კი ამერიკული დახმარების გარეშე დიდხანს ვერ იბრძოლებს. ტაიმსის ცნობით, კიევი ვერ დაელოდება ამერიკაში ახალ არჩევნებსა და თეთრ სახლში ადმინისტრაციის შეცვლას.
მედიის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ მიტანილი იერიშის შედეგად 68 ადამიანი დაიღუპა, 47 კი დაშავდა. სამხედრო დარტყმის სამიზნე ქალაქ საადაში წინასწარი დაკავების ცენტრი გახდა, სადაც 115 აფრიკელი მიგრანტი იმყოფებოდა. დონალდ ტრამპმა იემენ ჰუსიტებზე იერიშების მასშტაბი გაზარდა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იქამდე, ვიდრე იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება. ნახვამდის.